ბევრს გონია, რომ 8 მარტი ყვავილებისა და სინაზის დღესასწაულია, მაგრამ ამ დღის ნამდვილი ფერი წითელია და არა ვარდისფერი. იმ ცეცხლისფერი, რომელმაც 100-ზე მეტი ქალი სიცოცხლე შეიწირა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფაბრიკაში. ეს არ იყო უბრალოდ უბედური შემთხვევა. ეს იყო სისტემის გულგრილობა ქალების მიმართ, რომლებიც უკეთეს პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას და ადამიანურ მოპყრობას ითხოვდნენ. იმ დღეს ცეცხლმა ფაბრიკის კედლები შთანთქა, მაგრამ მან ვერ ჩააგრო ეს პროტესტი, რომელიც ქალების გულში დიდი ხნის წინ აიმთო. თუმცა არც ეს ტრაგედია აღმოჩნდა საკმარისი. პროცესმა ევროპაც მოიცვა. მსოფლიოს 10 წლეულები დასჭირდა, რომ კონკრეტული თარიღი ეღიარებინა და გაერომაც კი მხოლოდ 1970-იან წლებში დააწესა ოფიციალურად. ასე რომ როცა 8 მარტს ვსეიმობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უფლებები ფურცელზე კი არ დაწერილა, არამედ იმ ფერფლიდან ამოიზარდა. ყოველი ყვავილი, რომელსაც დღეს მივიღებთ, იმ ქალების ხსოვნაა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიპოვეს უფლება, გვქონდეს ხმა, გვქონდეს არჩევანი და ვიყოთ დამოუკიდებლები. ასე რომ ნუ მოგატყუებთ ამ დღის ზედაპირული ბრწყინვალება. 8 მარტი პირველ რიგში შეხსენება იმისა, რომ ქალი არ არის უბრალოდ მშვენიერი არსება, ის არის ძალა, რომელიც ცეცხლში გამოიწრთო. დღეს ჩვენ სინაზეს კი არა, ჩვენს გამძლეობას ვზეიმობთ. ჩვენ ვზეიმობთ იმას, რომ ვერანაირმა ცეცხლმა და ვერანაირმა კედელმა ვერ შეაჩერა ქალის სურვილი იყოს თავისუფალი. ხო და ატარეთ ეს თავისუფლება ამაღად, იმიტომ რომ ის ძალიან ძვირი დაუჯდა ქალთა მოდგმას. 8 მარტს გილოცავთ.